Padloba უფალს, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება ღამისთევით მსახურებისა. რა არის ღამისთევის მსახურება, თუ არა კიდევ ერთხელ ღმერთთან მიახლობის მცდელობა. და ღმერთთან მიახლობის მცდელობა ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ ურთიერთობაში გამოცდილება შევიძინოთ. და ერთ-ერთი, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ვფიქრობ, ამ ურთიერთობის დროს, არის ის, რომ როგორც ლოცვაში ჩვენ ვკითხულობთ, სხვა შემწე თვინიერ შენსა არავინ გვივის. ანუ, ახალ ქართულად რომ ვთქვათ, სხვა ჩვენი დამხმარე, სხვა ჩვენი შველელი, ღვთის გარეშე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გარეშე არავინ არის. შეიძლება ითქვას, რომ კატეგორიულად ჟღერს ეს სიტყვები და რატომ არავინ არ გვივის. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ახლობელი, ბევრ თქვენთაგან ყავს შვილები, უკვე შვილიშვილებიც და რატომ არ გვყავს არავინ შემწე. იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, ეს წმინდა წერილის სიტყვები, ამიტომაც ჩემ თავს მივცემ ამის თქმის უფლებას, ყოველი კაცი ცრუარს. ამიტომ ჭეშმარიტი შემწე, ჭეშმარიტი ნუგეშინის მცემელი, ჭეშმარიტი შუამდგომელი არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ესეც რომ არ იყოს, მე ვფიქრობ, ცნობილი პოეტი გალაქტიონი შემთხვევით არ ამბობს სიტყვებს, რომ იცის მესაფლავემ, რომ იწკდება იმ წუთასვე მისი სული ყოველ ჩვენგანს ავიწყდება. ეს არის შემთხვევითი სიტყვები, ამიტომ ყოველი კაცი ცრუარს, კიდევ ერთხელ ამოწმებს დავით მეფსალმუნე და სხვა შუამდგომელი თვინიერ მისსა არავინ გვივის. უფალს რომ უყვარვართ, აი ესე ადამიანურად რო ვთქვა და ძალიან მარტივად, ეს ადვილი დასანახია. რატომ? იმიტომ რომ მხოლოდ თუ ჩვენ ცხოვრებას დავაკვირდებით, სად ვიყავით სულიერი მდგომარეობით, ჩვენი უკვდავი სულით და სად მოგვიყვანა ღმერთმა. ეს უკვე ნათელი მაგალითია იმისა, რომ ღმერთს უყვარვართ ჩვენ. წლების უკან, ვიდრე ჩვენ ეკლესიაში მოვიდოდით, ვერავინ ვერ გვეტყოდა, რომ კვირას დასვენების დღეს ჩვენ არ დავისვენებდით და არათუ არ დავისვენებდით, არამედ არ დავიძინებდით და აი ამ ღამეს ღვთის ტაძარში დავდგებოდით იმისთვის, რომ საკურთხეველში ამბობენ, რომ არის ხორცი და სისხლი და არადა რო შეხედავ გავს ღვინოს და რო შეხედავ გავს ყურს და ვინ იტყოდა იმას, რომ ჩვენ ამას ვირწმუნებდით და ამ რწმენის გამო კვირა დღეს ღამეს გავათევდით. ამიტომ თუ დავაკვირდებით, სად ვიყავით და სად ვართ, კიდევ ერთხელ დავარწმუნდებით იმაში, რომ ჩვენ უყვარვართ ღმერთს და როგორც ერთ-ერთი რუსი თანამედროვე შემოქმედი ამბობს, ღმერთი ჩვენ გვაფასებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია. შეიძლება ამის საპირისპირო კითხვა გაჩნდეს და ვინც არ მოსულა უკვე ტაძარში და ვინც არ არის ჯერ ტაძარში, იმაზე არ ზრუნავს ღმერთი? ხო შეიძლება ესეთი საპირისპირო კითხვა დაისვას. მე ვიტყოდი, რომ ისინი კი არ მოიყვანა ღმერთმა, არამედ ისინი არ მოვიდნენ. მაგრამ ღმერთი მათ ელოდება და თუ რატომ ელოდება ღმერთი და საიდან ვიცი რომ ელოდება ღმერთი, ამას მახარებელი ამბობს სახარებაში და უფალი თავადვე ამბობს და უფლის სიტყვებს მოგვითხრობს ჩვენ მახარებელი იოანეს სახარება, სხვანიცაც ხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოსაგანი, იგინიცა ჯერ არიან მოყვანებად ჩემდა. სანამ მოვა ადამიანი აქ რა გზას გადის, ადამიანის გული იწურება ლიმონის მსგავსად ტკივილში და ადამიანის გული ივსება ბუშტის მსგავსად სიხარულით. ყოველი ეს ხდება იმის გამო, რომ აქამდე მოვიდეს. ანუ, როგორც მრავალჯერ აღვინიშნავს, მჭედელის თვითმიზანი არ არის, რომ რკინას ურტყას და რკინის დარტყმის შედეგად გააწითლოს იგი, არამედ არც გაწითლება და არც დარტყმა მისი მიზანი, არამედ მისი გამოწრთობა. ასევე ღმერთი, როდესაც ამ სიხარულს, ამ წყალობას გნებავთ ტკივილს და განსასწელს მოგვაახლებს ჩვენ, ამით სურს, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ უფრო მეტი ლოცვითი განწყობა შეგვექმნას. არა მარტო ხატებით, არა მარტო ღვთისმსახურებით, არა მარტო საკმევლის კეთილსულნელებით, არამედ განსაცდელითაც, რითაც უფრო მიუახლოვდებით ღმერთს. და ჩდება კითხვა, რატომ საუბრობთ ჩვენ ამაზე? იმიტომ რომ დღევანდელი სახარება სწორედ ამაზე გვეზრახება ჩვენ. პოვა ფილიპე ნათანაელ და რქვა ამას, რომ ელიგი დაწერა
მოსე ჟულსა და წინასწარმეტყველსა პოვეთ იესუ ძე იოსებისი ნაზარეთით. და ეს მისი პოვნა, ანუ ქრისტეს პოვნა არის ყოველივეს დასაწყისი. ქრისტე, რომელიც იყო ნაწინასწარმეტყველები მოსეს მიერ და სხვა წინასწარმეტყველთაგან, რომელიც შესახებაც ჟულში ეწერა იესუ ძე იოსებისი. და აი ამის შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ დიალოგია ფილიპესა და ნათანაელს შორის, რომ ნაზარეთი არის ერთ-ერთი პროვინცია, რომელისაგან არაფერს სიკეთესაც არ ელის არავინ. ამიტომაც ჩდება კითხვა, ნაზარეთიდან შეიძლება ვინმე ისეთი სერიოზული ფიგურა წარმოსდგეს, თუნდაც მორალისტი, თუნდაც ზნეობის მასწავლებელი ან რაბინი ან წარმომდგარა და ამ ქალაქში დაბადებული კაცი ხუროს ძე, რომელსაც იოსების ძე ეწოდება, შეიძლება იყოს მოსაძებნი, შეიძლება მისთვის დამაშვალობა, გზის გავლა, მის სანახავად გარჯა ღირდეს და ძალიან მნიშვნელოვანია, მოციქული არ ადასტურებს, არ აქებს, არ მრავალ სიტყვაობს, ამბობს მოვედ და იხილე. და ისიც მიდის და ნახავს. და მიუგო მას ნათანაელ და რქვა, როდის უთხრა ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია. აჰა ჭეშმარიტელი ისრაელელი, რომლისა თან არა არის ზაკვაი, ამბობს უფალი ნათანაელთან დაკავშირებით და ნათანაელს ლოგიკურად უჩნდება კითხვა, საიდან მიცნობ მე ბატონო, მოძღვარო, რაბი, ვინაი მიცი მე? და უფალი მას ეუბნება, ამ შემთხვევაში ნათანაელთან განაცხადებს, რომ ის არის დაუსაბამო ღმერთი, როგორც მოციქული ამბობს, ღმერთი გამოჩნდა ხორცითა და რომ ის არის გულთამხილველი და ეუბნება, ვიდრე პირველ ფილიპეს ხმობამდე იყავრა ლეხვსა ქვეშე გიხილე შენ და როგორც მამები განმარტავენ, ფილიპე, უბრალოდ ნათანაელი ამ დროს ლეღვის ქვეშ იჯდა რა, იყო გარინდებული, ანუ ღვთისძიებაში, იყო ლოცვითი განწყობით, ეძებდა ღმერთს და ეს განწყობა არავინ არ იცოდა გარდა ნათანაელისა და შეუძლებელია სხვას ვინმეს მისი გულისხმისყოფა გაეგო თუ არა გულთამხილველ ღმერთს და ამიტომ იცოდა რა ღმერთმა, ანუ ქრისტემ ამის შესახებ. ნახეთ ნათანაელი რას პასუხობს, მიუგო მას ნათანაელ და რქვა, რაბი შენ ხარ ძე ღმრთისა, შენ ხარ მეუფე ისრაელისა. ეს არის მსგავსი აღიარება, შეიძლება ითქვას ეს არის იმ დროინდელი მრწამსი, ნათანაელის მრწამსი. მე ამ მრწამს კიდე ამატებს სიტყვებს თამამოციქული და ამბობს უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. ეს მისი მრწამსია. ანუ თითოეული ადამიანის ცოცხალი ურთიერთობის შედეგად რასაც ხედავდა ქრისტეში, ამას ხედავდა წამსი ამ სახით, რომელი სახითაც დღეს არის ჩამოყალიბებული არ იყო და ეს იყო მისი მრწამსი, ეს იყო ნათანაელის მრწამსი ცოცხალი ურთიერთობის შედეგად მისი პირადი გამოცდილებით გაგებული. მიუგო იესუ და რქვა მას, რამე თუ გარკუ შენ, ვითარმედ გიხილე შენ, ლეხვსა ქვეშე და გრწამს და მართალია მან ირწმუნა და არ დაეჭდა რომ აი როგორ გაიგო ამან და როგორ შეიძლებოდა გაეგო. არამედ ისევე როგორც ფილიპე მას ეუბნება მოვედ და იხილე, ასევე ირწმუნა მან და მივიდა და იხილა და ამის შემდეგ ირწმუნა და აღარ დაეჭდა და აღარ შეურგულდა და მიხვდა რომ მის წინაშე იყო ადამიანად მოსული ღმერთი და ამიტომაც ღირსი გახდა ამ სიტყვების მოსმენისა. გარკუ შენ და გრწამს უფრო ისა ამათსა იხილო და რქვა არა მარტო მას, არამედ მათ ყველას. ამენ, ამინ, ანუ ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, იხილნეთ ცანი განხმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი, ძესაზე და კაცისასა.